შეთანხმებები გაფორმდა ყაზახეთთან პრემიერის ვიზიტი დასრულებულია. 2 დღის განმავლობაში მაღალი რანგის შეხვედრებზე ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და საომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც. დღეს ქართულ დელეგაციას ყაზახეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა. შავა სუმბაძე დეტალებით. ქართული დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა ყაზახეთის დედაქალაქში, არის უკვე დასრულებული. დელეგაციამ დატოვა უკვე ყაზახეთის ტერიტორია, თუმცა იქამდე ვიდრე საქართველოში გამოფრინდებოდა დელეგაცია, ჩვენ გქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დეტალურად გაგვაცნო იმ გზავნილების შესახებ ინფორმაცია, ასევე იმ პროექტების შესახებ ინფორმაცია, რომლის შესახებაც 2 დღის განმავლობაში მსჯელობდნენ უმაღლესი რანგის შეხვედრებზე. როგორც აღინიშნა, საუბარი შეეხებოდა როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ თემებს და განიხილებოდა ის პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო გააფართოვებს თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის. აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ასე ვთქვათ, დიდი ხნის ურთიერთობა საქართველოსა და ყაზახეთს შორის, ჯერ კიდევ არის პოტენციალი, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. მაგალითისთვის აღინიშნა ის კონკრეტული დარგები, სადაც თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ორი ქვეყნის ეკონომიკების განვითარებისთვის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შუა დერეფანზე ტვირთების გადაზიდვის პერსპექტივაზე და პოტენციალზე და ამ მიმართულებით განსახორციელებელ ინვესტიციებზე, როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ორივე ქვეყანამ გამოთქვა მზაობა, რომ მაქსიმუმი გაკეთდეს იმისათვის, რათა უფრო მეტად განვითარდეს, გაღრმავდეს ურთიერთობა სარკინიგზო მათ შორის, საქართველოსა და ყაზახეთს შორის, რაც დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას და ეს ყველაფერი ბუნებრივია აისახება საქართველოს მოქალაქეებზეც. აღინიშნა, რომ ის სამმხრივი მემორანდუმი, რომელიც არსებობს ყაზახეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, მიმდინარეობს აქტიურად, მიმდინარეობს ინვესტიციების განხორციელება და ყოველწლიურად უფრო და უფრო მზარდია ის ტვირთნაკადები, ტვირთების მოცულობა, რომელიც ამ დერეფნის მეშვეობით ტარდება აღმოსავლეთიდან დასავლეთში. ასევე აქცენტი გაკეთდა სავაჭრო ბრუნვის ნაწილზეც. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდია სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის და მე-6 ადგილს იკავებს, 920 მილიონს აღემატებოდა, $1 მილიონ. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გამოითქვა, ასევე სურვილი, რომ გაღრმავდეს ურთიერთობა ტურიზმის ნაწილში, ვინაიდან მხოლოდ შარშან საქართველოს ყაზახეთიდან 200,000-ზე მეტი ტურისტი სტუმრობდა და ბუნებრივია ამ მიმართულებითაც არსებობს დამატებითი რესურსები. აგროსასურსათო მიმართულებით თანამშრომლობაზე ასევე გამოითქვა სურვილი, რომ ამ მიმართულებითაც გაკეთდეს და შეიქმნას დამატებითი შესაძლებლობები, რომ მიეცეთ ადგილობრივ მწარმოებლებს ექსპორტის შესაძლებლობა ყაზახეთის მიმართულებით და ეკონომიკის გარდა, როგორც გითხარით, იყო სხვა მიმართულებებიც, რაზეც საუბარი იყო, მაგალითად განათლების მიმართულებით კონკრეტულ შედეგებამდე მივიდა დღევანდელი შეხვედრა. გაფორმდა მემორანდუმი ორი ქვეყნის განათლების სამინისტროებს შორის, რომელიც მისცემს როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს ინფორმაციის მიმოცვლის შესაძლებლობას და გაჩნდა ახალი შესაძლებლობა, რომ მაგალითად ქართველმა სტუდენტებმა გაცვლითი პროგრამებით ისწავლონ ყაზახეთში და პირიქით ყაზახ სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ საქართველოში და იქ მიიღონ განათლება. ძალიან საინტერესო საუბრები ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ბუნებრივი ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენთვის ყაზახეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი და ამასთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორიც. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი მაქსიმალურად აღუდგენოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ისტორიული ფუნქცია. ეს ფუნქცია არის ევროპის და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან, აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყაზახეთთან თანამშრომლობას აქვს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა. შესაბამისად, საუბარი ქონდა ყველა თემაზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხზე. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ დაახლოებას, ჩვენი ინტერესების შემდგომ დაახლოებას და ძალიან კონკრეტული პროექტების განხორციელებას და არის კონკრეტული ინტერესი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, სხვა სექტორებში. რა თქმა უნდა, ჩვენ შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად წარმატებული იყოს ასეთი ინიციატივები. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად საკუთარ სასახლეში ყაზახეთის დედაქალაქში ასტანაში უმასპინძლა ყაზახეთის პრეზიდენტმა და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან თემებზე და ასპექტებზე, რომელიც არსებობს ორი ქვეყნის თანამშრომლობაში, ასევე ყაზახეთის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მიულოცა მთავრობის მეთაურად დანიშვნა და აღნიშნა, რომ ეს არის მხარდაჭერის გამოხატულება და
ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ატარებს სწორ პოლიტიკას, მათ შორის ყაზახეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუშვა იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოში ხორციელდება და აღნიშნა, რომ 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდა არის ძალიან დიდი მიღწევა. მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად ირაკლი კობახიძემაც გადაუხადა მასპინძლობისთვის მადლობა ყაზახეთის პრეზიდენტს და გამოთქვა სურვილი, რომ მოხდება კიდევ ბევრი შეხვედრა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციალის ათვისება. პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშნვას. საქართველო არის ყაზახეთის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და თქვენი დამსახურებული დანიშნვა მეტყველებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე თქვენს ქვეყანაში. გისურვებთ წარმატებას. ასევე ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით, რათა მაღალი შეფასება მიუცეს საქართველოს თქვენ მიერ ბოლო წლებში მიღწეული უმნიშვნელოვანესი პროგრესისთვის. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. რამდენადაც ვიცი, შარშან ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწია 9.4%-ს, რაც ძალიან შთამბეჭდავ შედეგს წარმოადგენს. საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ამ ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც რა თქმა უნდა სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას. თქვენი ვიზიტი ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ხელს შეუწყობს ჩვენ შემდგომ თანამშრომლობას და ურთიერთობებს ბევრ მნიშვნელოვან სტრატეგიულ სფეროში. ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია ყაზახეთში სტუმრობა. დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენს ქვეყანაში ჩვენი მასპინძლობისთვის. ეს არის ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ცხადყოფს ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენ ქვეყნებსა და ერებს შორის თანამშრომლობის, პარტნიორობისა და მეგობრობის გამტკიცების მიმართ. ეს მეგობრობა ეფუძნება ძალიან მტკიცე ისტორიულ ტრადიციულ ფესვებს. ასე რომ ამ პარტნიორობის გამტკიცება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. პოლიტიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ და ყაზახეთს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მოხარული ვიქნებით თუ ეწვევით ჩვენს ქვეყანას. დღესვე ირაკლი კობახიძე ყაზახ კოლეგასთან ერთად სტუმრობდა ყაზახეთის რკინიგზის მთავარ ოფისს, სადაც რა თქმა უნდა საუბარი შეეხებოდა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. თქვენ იცით, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ არის გაზრდილი ყაზახეთიდან საქართველოში და პირიქით ტვირთების გატარება. შეიძლება ითქვას, რომ 2024 წელს რეკორდული იყო ეს მაჩვენებელი 2.7 ტონას გადააჭარბა გატარებული ტვირთების რაოდენობამ და კიდევ ერთხელ ამ შეხვედრაზეც ამ ვიზიტის დროს გამოითქვა სურვილი, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა და მეტი ტვირთის გატარება მოხდეს ამ რკინიგზით, რათა ორივე ქვეყნის ეკონომიკამ სარგებელი მიიღოს. მადლობა შალვა სუმბაძე იყო პირდაპირ ეთერში.